საღამოშვიდობის. აბა ერთი ხელით როგორ დავკიდებ. ესე სამოველი ცოტა ხნის წინ. ხელი ფეხი კბილი თვალი ნინო მამილაგა საწოლი არა უშავა. რაფერ ხარ მე დავიღალი ეს რამე ლაქაა თუ აი იქ რაღაცას ვხედავ არა შეიძლება დღეს კრემიანი ხელი წავში არც არის გამა არა აშკარად რაღაცა ესე არ ჩანს რა ესე ჩანს ფარტუკი მიკეთია ასე უეჭველიან კრემია რაღაცა მაქვს შესხმული დღეს ქონა ომი სამსახურში იმ ხრივ რომ ორ სართულიანი 200 ნაჭრიანი ტორტი ოღონდისა 200 ნაჭერზე მეტი იყო აი მე რა კარქიაში გაგაშლილი რო ესა ეგეთი დიდი ზომის ტორტი ანუ თან ერთ სართულიანი თორემ 5-იანიც გაგუკეთებია და 6-იანიც ოღონდ ბუტაფორია იყო დაბლთა 2 ну 4-5-იანი ყველა ვარიანტში გაგუკეთებია და მაგ სადღაცა სექსურად წლების წინ რა აი როცა ვშავდი ნინოსთან სახლში მარტო ჩვენ ორნი რო ვიყავით ხოლმე ნანიმში ყავდა მესამე ხო და ანუ ეს ერთსართულიანი ერთი თვის წინათ გავაკეთეთ მაგრამ ესეთი დიდი არა ეს ძალიან მასშტაბურად 200 ნაჭრიანი ოფიციალურად მაგრამ მე მგონი 200 კი არა 250 და მეტიც მოიჭრებოდა იქიდან ხო და იმისაყური დავინახე ხო და გქონდა ბრძოლა რა გუშინ მეაწყობაში არ ვიღებ ხოლმე მონაწილეობას თუ პატარა ტორტი არ არის რა 10-15-20-25-იანი რა გუშინ მე არ ვიყავი და გუშინ გამოცხვა გუშინ გამზადდა გუშინ ჩაიყინა და როგორ ჩაიყინა იცი ნახევარი სხვადასხვა საყინულში იმიტომ რომ ფიზიკურად დიამეტრით 70 იყო და მე რო დაიკრება ის სადღაც 75-მდე მაინც გაიზარდა ცოცხლები ხართ ხო და დილით ძალიან ადრე ეხლა აი მთელი ღამე სიზმარში ფიქრობდი რომ ეხლა დღეს კი არ არის ჩემი მუშაობის ანუ დღეება რა წინა დღეებში როცა იყო ანუ ცოცხალი გრაფიკი მაქვს და შეიძლება უშაბათ და სამშაბათს არ იყოს 4 შაბათს იყოს პარასი ანუ ესე აეწყო რა მოკლედ და ну არა უშავ ხო და დღეს ვიყავი მაგიტო თან ეგ ტორტი რო იყო ხო უნდა მივხმარებოდი და ესე იგი მთელი ღამე ფიქრობდი რომ დილით რა ვდგები სანამ წავალ რა გავაკეთო კი არის რაღაცეები მაგრამ მაინც კიდე რომ დავუმატო და გადავწყვიტე კატალეტები გამეკეთებინა დილის სარზე 7:30-ზე ავდექი და რა ვიცი სანამ და გავიხედო მირეკავს ამ 9 არის რა ეხლა ცოტა ადრე ჩამოდი რა დღესაო ან ეხლა გამოვდივარო და 15 წუთში მანდ ვიქნებიო და მე გამწარებული კატალეტს ვწვავ რა სიძახი მე უთხარი გოგო კატალეტს ვწვავ არ დამთავრებია დამაცადეს და დაანები თავიო ცოტა უმიცე ჭამბონი ხო და მოკლედ ესე იგი რა იმის ჩავიცვიცი ჩავალაგე კატლეტები დავიბანე ხელები ამოვედი ჩავიცვი ჩავედი გადავატრიალი ამოველი გავაგრძელე ჩაცმა და აი ესე დავრგოდი ზემოთ ქვემოთ და აი მე ნინო ეს თოჯინა რატომ იზის ეხა დავინახე გული გამისკდა არა და უყურებდი ეს რამდენიმე ხანია და რატომ ვერ მივხვდი რა თმინდა ქალო ეს თოჯინა აქ სადაც იდო იქ დადე რომ ეს უნდა ქეთოს მივცე გაიგე მოდი გული გამისკდა ქალო მეთქი რა მიყურებ ეს არ შემიძლია თოჯინები ეს თოჯინები არ შემიძლია სულ ახალი თოჯინა ნინოს უყიდეს მაგრამ ნინო ბურთი თამაშობს ამით არა ანუ ძალიან საყვარლობაა მაგრამ არა ანუ არ არის რა ნინო რატო არა თამაშობ ამ თოჯინით
ეს საყიდაკი. გული გამისგრა ქალო. აი ესევე როგორც აზის. ანა ეგ დააწვინე და მე შევინახავ ქეთოს უნდა ვაჩქოქ თოჯი. ხო და მოვასწარე ბოლო კატლეტი თან ჩავალაგე საჭმელათაც ხონდა ის მექნა რა წამეღო სამსახურში და აი მაგ დროს მოვიდა. რო ჰაერში ჩავიცვი ფეხსაცმელები. ხო და ხა მოვედით რა რომელიც საათი. აი 9:30-ია ნინოს წამალმა დარეკა და ჩემმაც მოვიყიდო ორშაბათს. აუცილებლად ამას გადაუღებ სურათს რომ სხვადასხვანაირია ეს და აუ ცოტა წყალი მეც მინდა რა. აი მე საინტერესო პროცესი იყო შეერთების. მე ზუსტად დიამეტრი რო თანაბარი უნდა ყოფილიყო. მე ეს და ანუ ზრიალას ვეძახით ანუ ტორტირაზეც დევს და რა ანუ რა რითიც ატრიალებ რა წაიღე რა ესე. ხო და ისა. ხო გინახია ტორტს რო ატრიალებენ და რო კრემავენ რა და ფიზიკურად არ დაიტეოდა, იმიტომ რომ ტორტი იყო აწყობი, ანუ 35 კილო იყო, ანუ სანამ დაიკრემებოდა და რაღაცა რა ჩაყინული. ხილით და ფენები და რაღაცა შუაში. მე ეს რო შეერთდება ნაღებით დაიკრემა გარშემო ნაღების საუთქვიფეთ და რა გიბრიელი კრემი ყოფილა ნაღების კრემი. ბლომათაც უჭამე. და დაელაგა ზემოდან 4 კილო მალინა, გადარჩეული კაი მალინა. და 40 კილოს ასწდა. ხო და არ იყო რთული იყო რა, ეხლა მე არ მიქნია ნინო აკეთე, ხო? კორიაში რა ყოველდღე ჭაბიცის კონგრესზე შემოიჭრე. ხო. ხო და წაიღეს მოკლედ. მოვიდნენ ჯიპით. წაიღეს. ჯერ ჩვენი პასუხისგებლობა იყო ის, რომ მე იმდენად არ ახლა ნინო რომ ნინომ კიდე ჩუბი ნერვიულობა იცის ესე გულს გამოიჭავს ხოლმე და ანუ ჩავაბარეთ უვნებელი, მანქანაში ჩავადებინეთ უვნებელი და აბა ეხა წავიდე და დაგვირეკეთ, გაგვაგებინეთ როგორები ჩაიდათ. მოკლედ დღეს ყოფილა არ ვიცი როგორ ითარგმნება თუ როგორც არის. გედედეს უფროსის შვილის ქორწილი. განსაკუთრებული რაღაცა. ხო, ეგ ანუ ზუსტად არ ვიცი. ხო და შეგვიკვეთეს მაგათ. ვისი ნინო ფოტოები ჩამიყარე ტორტის. ხო და ანუ მარტყოფელი ადამიანი მუშაობს და რეკომენდაცია გაგვიწია რა ნინოს, მე რა გამიწია ნინოს. ხო და მთელი მონდომები და მთელი პასუხისგებლობით გადავყევით მოკლედ რომ აბა 200 ნაჭრიანი ამხელა ელიტა ხალხში წავიდა თანამდებობის ხალხში და როგორი იქნება, იმიტომ რომ ჯერ ის ადამიანიც ნერვიულობდა, ვინც ჩვენი თავი შესთავაზა და მე ჩვენც რა თქმა უნდა. კიდევ ამბობ, მე იმდენად არა ნინო ნერვიულობს, მე კიდე ისე ვიცი. ხო არა ნერვიულობა, როცა პასუხისგებლობა მე არ ამიღია, ხო ეგ პასუხისგებლობა ნინო მაიღო და რა თქმა უნდა, ხა მივეხმარდა რაღაცა, მაგრამ ნინო რო ნერვიულობდა, ხა ვერ ვიტყვი რომ ეგ ნერვიულობდი რა. ხო და ჯერ ის დასადები შემოგვიტანეს თვითონ სქელი ფიცრის, იმიტომ რომ აბა 40 კილო, 45 კილო კიდე არ გვეგონა რომ აქ ხელა იყო და მე კარებში არ შემოდიოდა მე აი ის რო ხერხი ლობზიკი ხო იცი რომ ეს ქროძახიან ესეთი მეც ამაქვს ოღონ არ მიხაბარი ხერხი მაგით შემოჭრა ნინომ ნუ მოკლედ მთელი ქარხნული სამუშაოები და ჯერ გამოცხობის ის იყო რომ გასში ვერ ვაცხობდით იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო დიამეტრით და რაღაცეები მოკლედ ეგ ცალკე ხელოვნება ეგ ცალკე გეომეტრია ალგებრის ცოდნა და რაღაცა და როგორც გავაკეთეთ ანუ მარტო მოთქვიფე ჩაასხი არ არის როცა ეგეთ რაღაცას იღებ ხოლმე ესე გავაკეთოთ მე ისე მიველთ ერთ დასკვნამდე შვენივრად კარგად ყველაზე კარგი არის ის რომ ერთ მომენტში ერთი აზრი მოგდის ხოლმე და უცბად მოდი ესე გავაკეთოთ და ერთად ვამბობთ ხოლმე ერთ სიტყვით ჩავაბა განახეთ ამ
ვიდეო კოლას ოღონდ გზავრების სურათს იმაზეა ვიდეოზე კი არა და სიმღერაზე და რამდენად გაუშვებს არ ვიცი, ამიტომ რამე სხვას მოვიფიქრებ, სხვას დავადებ. ხო და ისა. იმიტომ რომ გუშინ რო ვიდეო დავდე, ჭადის პერიოდში რა, ცხობის პერიოდში რა მუსიკაც მიდის, გუშინ გამწვანებული იყო დილა საჩივარი მომივიდა და სასწრაფოთი მოვაშალე. არ ვიცი თვითონ ჭადის პროცესია მოვარდა თუ მუსიკა მოსძვრა, არ ვიცი, არ მინახე. ხო და ერთ სიტყვით წაიღეს და ზუსტად საათნახევარი მიდიოდნენ ლისიზე. მარტყოფიდან ნელა და იქიდან დაგვირეკეს, რომ ტორტი სრულიად ვნებელი, ტორტი სრულიად კარგი და იმად წავიდა და ბევრი ცოტა ხანში დიდი მადლობის ისიც მოგვივიდა, იმიტომ რომ მოლოდინს გადავაჭარბაო და კიდე ახლა ბოლო ეტაპს ველოდებით, რომ დაიჭრება და რა ხალხო შიგნით აქვს რაღაცა ნახევარი მეშოკი მალინა და აი ეს მოცვი არა კენკრა რა მეორე რუა რა შეიძლება მოწვით არ ვიცი აი არ ვიცი ძალიან გემრიელი იყო იმიტომ რომ ესე შევატყუეთ პატარა მუცელი ჰქონდა შუაში და ეს ჩამოვჭერით რომ ეს უნდა გაგვეერთიანებინა რა მრგვალი რაღაც და ის ჩამოჭრილი შევჭამი იმიტომ რომ არ მოიწამნენ კაცო მაინც რა ხდებოდა ხუნდა ესე შევჭამ ერთ სიტყვით მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა ვიზუალურად კიდე ყველაზე ის რა არიცი ამ ხელა ტორტს რო გადაუღებ სურათს ხო მოჭრი მე გვერდებს რაღაცა დადებ ამ ხელა ტორტს ან მე და ნინოს ხელი შემოგვეწვნა ვერ შემოვაწვდენით იმიტომ რომ 75 იყო დიამეტრი ტორტის და ის კიდე ხო დაიკრება კი ხო ამასაც რო გადაიღებ ესეც ამ ხელა ჩანს ვერ ვიღებდით სურათს გადავიღებდით და დავხედავდით გოგო პატარა ჩანს ხარ როგორ გადავიღებთ ხარ როგორ მოკლედ ძალიან დიდი ტორტი ეგეთი ან ხო წეღანაც თქვი 3-4 5-იანი გაგვიკეთებია მაგრამ ეს არა მე შეშინოდათ ანუ რომ დავდეთ მანქანაზე რომ აიმე და ვეუბნოთ არაფერი მოუვა და არაფერი არ მოუვიდა არ არსებულია მაგ ხელა სიმძიმის ტორტისადმე წავიდეს თუ ძალითარ არ ახრახე რა არა ძალიან კარგად ჩაიტანეს ჩვენივრად იმგზავრა ტორტმა და ჩვენც დავისვენეთ რა თქმა უნდა ეხლა ნინო ალბათ ელოდება კიდე პასუხს გემოს მიხედვით იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ არ არის პატარა როგორ ხალხს ეძახიან რა ანუ გაქანების ხალხიო რა ანუ რაღაც ეს შესაძლებლობების და ჩვენი ტორტი როა იქ საკმაოდ პასუხისგებლობა იმიტომ რომ ზოგადად მაგაზია დამოკიდებული სიტუაციაზე მე კლიენტ შეიძენ თუ დაკარგავ და რა თქმა უნდა დაკარგვა არავის არ უნდა ამიტომ აი ასე ტორტს ბოლოში ჩაგისვავთ განახებთ სხვა მუსიკაზე ალბათ იმიტომ რომ არ მგონია რომ გზავრების მუსიკა გავუშვან იცი რა დავადეთ გამოვიდა და მართლა გამოვიდა ეგ და ძალიან მოუხდა კიდეც და Facebook-ზე პრობლემა არა აქვს მაგ მუსიკას ჩემთან იმიტომ რომ Facebook-ზე მე მონეტიზაციას არ ვთავ ხო და YouTube-ზე კიდე მიდამბლავებენ ეგრევე არხს და ამიტომ ცოტა საშიში თემა არის ეგეთი მუსიკების გამოყენება წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და გიტოვებთ დღევანდელ ჩვენ ნამუშევარს ნუ პირველ მთავარ ნამუშევარს თორე მაგის მერეც იყო რაღაცა ტორტები და ეგ იყო მთელი დღის ნერვიულობის თემა რა წავედი ხვალე სახში ვარ და ზეგ ექიმთან მივდივარ ზეგაც სახში ვარ შესაბამისად აბა ჰე სახში რა წესით სახში ვარ და თბილისში აბა მაგრად ვიყავით კარგად შენთან დაიბუდა შენ სალერაში დავიღალები ქუჩები გაგსავს მუდამ სიმღერით დაყვავილები ხელო გაშლილი ლაღახახა გამომწონე მასვინძელი
გაიფანტება სია გვიხმობს ხანაც ხელავს თითქოს ხარი საყვარელი სამშობლო დების ხმარი მაცენა